მოსკოვი სერიოზულად არის მოწოდებული საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ კრემლის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ოცნება საგარეო პოლიტიკას უწონებს და ამბობს, რომ თბილისი აჩვენებს ჯანსაღ პრაგმატიზმსა და მულტივექტორულ მიდგომას საგარეო საქმეებში. ამის დასტურად რუსმა დიპლომატმა ოცნების ნარატივი გაიმეორა და თქვა, რომ საქართველო ანტირუსულ სანქციებს არ შეუერთდა და მეორე ფრონტის გახსნაზე უარი განაცხადა. ოცნების პროპაგანდისტი გოგა ხაინდრავა კინოცენტრისგან 955,000 ლარს მიიღებს. კინოცენტრის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ ხაინდრავას პროექტმა შენდობამ სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების ნაწარმოების დაფინანსების კონკურსში გაიმარჯვა. არც დე იურე, არც დე ფაქტო ჩვენ დონბასს სრულად არ ვაღიარებთ, განაცხადა ზელენსკიმ ბერლინიდან გამგზავრების შემდეგ. ამერიკა-უკრაინას შორის ორდღიანი სამშვიდობო მოლაპარაკებების მთავარი განსახილველი თემა ისევ ტერიტორიული საკითხი იყო. უკრაინის მიერ რუსეთის მოთხოვნის შესრულება და ოკუპანტებისთვის დონბასის დათმობა ის ძირითადი საკითხია, რომელზეც კონსენსუსი არ შემდგარა. მექსიკაში თვითმფრინავის ჩამოვარდნას 7 ადამიანი ემსხვერპლა, კერძო თვითმფრინავში 8 მგზავრი და ეკიპაჟის 2 წევრი იყო რეგისტრირებული. თუმცა ჩამოვარდნიდან რამდენიმე საათში მხოლოდ 7 ცხედარი იპოვეს.